პირველ კვარტალში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი 70%-ით გაიზარდა, ცვლად გიყვებით რამდენიმე წუთში. პარლამენტმა ქართული ოცნების ინიცირებული ცვლილება დაამტკიცა. იმ შემთხვევაში თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობისთვის ან შეკრება მანიფესტაციის ორგანიზების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, განმეორებითი სამართალდარღვევისას მას ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება. მაისში ჯობს-ჯიზე გამოქვეყნებული ვაკანსიები წლიურად 5%-ით შემცირდა. დასაქმების პორტალზე 7290 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც აპრილთან შედარებით 11%-ით მეტია. 1 ტონა ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 650-დან 700 ლარამდეა. ხორბლისა და ფხვილის მწარმოებელთა ასოციაცია აცხადებს, რომ ხორბლის ჩაბარება მისი ხარისხის მიხედვით ხორციელდება. ბაჩიაშვილმა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საღამო მშვიდობისა BMG საინფორმაციო სამსახური ბრუნდება პირდაპირ ეთერში ბიზნესსა და ეკონომიკაში მიმდინარე ამბებს BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი გავაცნობთ. ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გადადგომიდან ერთ თვეში ახალი კომპანია კავკასუს პრაიმ ბილდერსი დააფუძნა. ქარსელაძემ თანამდებობა 2025 წლის 24 აპრილს დატოვა. რეესტრის მიხედვით ქარსელაძე კომპანიის დირექტორის პოსტს იკავებს და მისი 50%-იანი წილის მფლობელია. მისი პარტნიორია ბიზნესმენი დევი დუმბაძე, რომელიც ასევე კომპანიის 50%-იან წილს ფლობს. დევი დუმბაძე ასევე არის კომპანიების შეპესე ჰაბიტატ კონსტრაქშენის, შეპესე კვანტუმის, შეპესე დუდ კონსტრაქშენისა და შეპესე დემკოს აქციონერი. ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 22 თებერვლიდან 2025 წლის 24 აპრილამდე ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის მაისში ხელფასის მიმღებთა რიცხვი წლიურად 1.5%-ით გაიზარდა და 991,803 პირი შეადგინა. მიუხედავად რაოდენობის ზრდისა, PM სიკვლევითი ცენტრის მონაცემებით ხელფასის მიმღებთა რაოდენობის ზრდის ტემპი წლიურად 2.8%-ული პუნქტით შენელდა. მაისში წლიურად 2.3%-ული პუნქტით შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ. ამასთან, წინა წლის მაისთან შედარებით 4.9%-ული პუნქტით გაიზარდა მათი რიცხვი, რომლებსაც 2400 ან მეტი თვიური ხელფასი ჰქონდათ. იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს 2024 წლის მაისთან შედარებით 0.3%-ული პუნქტით გაიზარდა. ამ მოცულობის ანაზღაურება ქვეყანაში დასაქმებულთა მხოლოდ 2.8%-ს აქვს. 2024 წელს კლების შემდეგ IT სექტორი შემოსავლების მკვეთრ ზრდას აჩვენებს. საგადასახდელო ბალანსის მონაცემებით წელს პირველ კვარტალში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 266 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 70%-ით, ანუ 110 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს კი იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია. ხოლო საქართველოში დროებით საცხოვრებლად ჩამოსულმა IT სპეციალისტების ნაწილმა ქვეყანა უკვე დატოვა. თავად IT სექტორის წარმომადგენლები ზრდის კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობენ, ეკონომისტების ნაწილი კი კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების სექტორის მკვეთრ ზრდას არაბუნებრივს უწოდებს. ნუცა შუბაშვილმა მოისმინა შეფასებები და დეტალებით პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდა და ნუცა საღამო მშვიდობისა. ელენე მოგესალმები. დიახ, თუ კი 2024 წლის განმავლობაში კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების სექტორის შემოსავალი თითქმის 100 მილიონი დოლარით 688 მილიონამდე იყო შემცირებული, წელს პირველ კვარტალში სექტორში ზრდა დაბრუნდა, თანაც მნიშვნელოვანი, კერძოდ IT სექტორის საგარეო შემოსავლები 70%-ით 266 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ეს კი იმ ფონზე, რომ თავად სექტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სექტორში ეგრეთ წოდებული მიგრაციული ბუმი დასრულდა და საქართველოში და საქართველოს IT სპეციალისტების ნაწილმა დატოვა. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობის კლებაც, კერძოდ მაგალითად 2024 წელს ერთ საერთაშორისო IT კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 27%-ით 64 ადამიანამდე იყო შემცირებული. ამ ფონზე რამ განაპირობა სექტორის შემოსავლების მნიშვნელოვანი 70%-იანი ზრდა. როგორც ჩვენთან საუბარში კომპანია ლინიატის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლი აცხადებს, ამ მოცულობით პირველ
კვარტალში სექტორის ზრდა მისთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა ის იმ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც სექტორმა დასაქმებულთა რაოდენობის კლების პარალელურად შემოსავლები შეიძლება იზრდებოდეს. ამ მიმართულებით ის ორ ფაქტორს გამოყოფს, მათ შორის გლობალურად IT მომსახურების სერვისების გაძვირებას და ასევე პროცესებში ხელოვნური ინტელექტის აქტიურად დანერგვას, რის გამოც IT სპეციალისტების პროდუქტიულობა იზრდება. პირველი არის ის, რომ ჩვენი მომსახურების ასები შეერთებულ შტატებში ძირითადი ბაზარი არის ჩვენი შეერთებული შტატები და მის შემდგომ უკვე ევროკავშირის ქვეყნები. ჩვენმა ფასებმა განიცადა ზრდა, ანუ ის მომსახურება, რომელსაც ჩვენი სექტორი უწევს, ასევე ინფლაციის ზეწოლის ქვეშ იმყოფება წლების განმავლობაში და შესაბამისად ჩვენს ეს არის სახანი ფასებს, რომელსაც ჩვენ მუშაობთ. და ამავდროულად ასევე მეორე ასპექტი არის, ეს არის პროდუქტიულობის ზრდა. შარშანი იყო ის წელი, რომელსაც ჩვენ დავიწყეთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა შიდა პროცესებში, საბოლოოდ headcount-თან რაოდენობა იმ ხალხის, რომელიც ავიყვანეთ, შეიძლება იყოს ნაკლები, ვიდრე ვარაუდობდით. პროდუქტიულობა ერთ ადამიანზე კომპანიაში საგრძნობლად არის გაზრდილი და ამ კუთხითაც ასევე ვაპირებთ წინსვლას. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მზარდ მაჩვენებლებზე საუბრობენ ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციაშიც, რომელიც ამ სტატუსის მქონე კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების კომპანიებს აერთიანებს. ასოციაციაში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ბაზის და საგადასახადო პრაქტიკის დახვეწვა ამ სტატუსის მქონე IT კომპანიების საქმიანობაზე დადებითად აისახა. ჩვენ შემთხვევაში ეს განაპირობა პრაქტიკის საგადასახადო უწყების მხრიდან რეალურად პრაქტიკის მეტნაკლებად განჭვრეტადობამ, ჩამოყალიბებამ, რამაც განაპირობა კომპანიების მშვიდ და სტაბილურ გარემოში ოპერირება ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებთან დაკავშირებით, აი სტატისტიკურად პირველ კვარტალში ყველაზე დიდი საბიუჯეტო შენატანი გაკეთდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. და რატომ? იმიტომ რომ განემართა კომპანიებს, რომ არ არის აუცილებელი, რომ IT სპეციალისტი იყოს საქართველოში. მთავარია კომპანია იხდიდეს მის საშემოსავლო გადასახადს. აი ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენთან მიმართებაში, რაც აისახა კიდევაც ბიუჯეტის გადასახადებში. შემოსავლების ზრდის პარალელურად მზარდია ICT სექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაშიც და მიმდინარე წლის პირველ კვარტლის მონაცემებით მთლიანში და პროდუქტში ამ დარგის წილი 9.9%-ამდეა გაზრდილი, რითიც სექტორების შორის მესამე ადგილზეა. IT სექტორის შემოსავლების მკვეთრ ზრდას ანომალიურს და ანაბუნებრივს უწოდებს ეკონომისტების ნაწილი. მაგალითად, ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ დასაქმებულთა რაოდენობის კლების პარალელურად სექტორში მსგავსი ტემპით ზრდა არა რეალურად IT კომპანიების საქმიანობას, არამედ სხვა ტიპის ოპერაციებს უკავშირდებოდეს, რისთვისაც მათ შორის ამ სექტორისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები გამოიყენება. არ გამოვრიცხოთ, რომ აქ მხოლოდ საერთაშორისო ნამდვილი IT კომპანიებთან არ გქონდეს შეხება და რაღაცა სხვა ტიპის ოპერაციები იყოს. ეს იყოს შეიძლება ის ბადაღებული თემა კოლ-ცენტრებზე საქართველოში, საინტერესოა მართლაც ხომ არ არიან ისინი კონტრიბუტორები ამ სერვისის ექსპორტის და ამავდროულად არ გამოვრიცხოთ, რომ თუნდაც ლეგალურად ეს სერვისები რეალურად არც საქართველოდან მიეწოდება სხვა ქვეყნებს, არც საქართველოში იქმნება, უბრალოდ საქართველო არის ქაღალდზე ამ სერვისების, ასე ვთქვათ, გამტარი, ან ამ სერვისების შემსრულებელი და უბრალოდ ეს საერთაშორისო საწარმოები ამ საგადასახადო შეღავათებს იყენებენ იმისთვის, რომ არ გადაიხადონ გადასახადები და შესაბამისად ფაქტიურად გამოდის, რომ ამ ქვეყანაში არც სერვისი იქმნება, არც სერვისი იყიდება, უბრალოდ ქაღალდზე იწერება ეს და ერთი მხრივ ყველანი ვამაყობთ ამ სფეროს განვითარებით და მეორე მხრივ ქართული ოცნება ამაყობს ამ რაღაცა გასაოცარი ეკონომიკური ზრდით, როცა სინამდვილეში შეიძლება ეს ყველაფერი იყოს ფიქტიური.
რაც შეეხება სექტორის მოლოდინებს, IT დარგის წარმომადგენლებს უჭირს პროგნოზირება, შენარჩუნდება თუ არა მიმდინარე წელს დარგში ზრდის მაღალი ტემპი, თუმცა ერთ-ერთ ფაქტორად, რამაც ამ დარგის განვითარებას მომავალში ხელი უნდა შეუწყოს, IT სფეროში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის შემოღება სახელდება, რომლის მთავარ მიზანსაც ქვეყანაში IT სპეციალისტების მოზიდვა წარმოადგენს. მადლობა ნუცა შუბაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საერთაშორისო IT კომპანიამ შემოსავლების სამსახურს სასამართლოს ორ ინსტანციაში დავა მოუგო. დავის სანგასო 2021 წლიდან საგადასახადო პრაქტიკის ცვლილება წარმოადგენს, რა დროსაც კომპანიას, რომელიც ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის სტატუსი 2018 წლიდან აქვს მინიჭებული და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა, აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების შედეგად განვლილ პერიოდზე გადასახადი და ჯარიმა დააკისრა. საქმის იურისტის ინფორმაციით დავა, რომელიც 2022 წლის იანვრიდან მიმდინარეობს, სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა. ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა სააპელაციო ინსტანციამაც. ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარის შონენა კოპალეიშვილის განმარტებით, სასამართლო მიუთითა, რომ მეთოდური მითითებები, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების დროს საგადასახადო უწყება ეყრდნობოდა, წარმოადგენს შიდა უწყებრივ ინსტრუქციას და ის არ არის ნორმატიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტი, რაც დაუშვებელია საფუძვლად დაედოს გადასახადის გადახდის შეზღუდვას თუ დაწესებას. მისივე განმარტებით გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე ეწინააღმდეგება სამეწარმეო სამართალს. თავიდანვე სწორედ ამაზე ვაპელირებდით ასოციაცია თავის პოზიციაში, რომ არ შეიძლება რომ მეთოდური მითითება საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციულ აქტს. სწორედ ამაზე გააკეთა მითითება სასამართლომ, რომ ეს არის შიდა უწყებრივი ინსტრუქცია და ის არ არის ნორმატიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტი და ფაქტობრივად პირდაპირ მიუთითა სასამართლომ, რომ დაუშვებელია, რომ გადასახადის გადახდის შეზღუდვას და ასე ვთქვათ დაწესებას საფუძვლად დაედოს ეს მსგავსი სახის შიდა უწყებრივი ინსტრუქცია. სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 67 მუხლზე, სადაც პირდაპირ არის განმარტებული, რომ ნებისმიერი გადასახადი, ნებისმიერი მოსაკრებელი, მისი შემოღების წესი, მისი განაკვეთების განსაზღვრის წესი შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კანონით. მიმდინარე სეზონზე 1 ტონა ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 650-დან 700 ლარამდეა. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აცხადებს, რომ ხორბლის ჩაბარება მისი ხარისხის მიხედვით ხორციელდება. საქართველოში ხორბლის მიღების პროცესი 20 ივნისიდან დაიწყო. ასოციაცია განმარტავს, რომ წისქვილ კომბინატების მიერ რეგლამენტში გაწერილი ხარისხობრივი კლასების მიხედვით მხოლოდ სასურსათო ხორბლის შესყიდვა ხდება და ისინი არ იბარებენ არასასურსათო, ეგრეთ წოდებულ საფურაჟე ხორბალს. საქმის კურსი ამით დასრულებულია. წინ შემაჯამებელი გამოშვება გელით ანა ლაპიაშვილთან ერთად 19 საათზე მე გემშვიდობებით ნახვამდის.